ურთიერთობების გადატვირთვის ერა. ჩვენი სურვილია სრულებით გადაიტვირთოს ურთიერთობები, სუბთაფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა, გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევი. ხილი ოპტიმიზმი და ინტერესების თანხვედრა. თუ ქართულ ოცნებას სურს, რომ გადატვირთოს ურთიერთობები, მან უნდა შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკის კურსი. რაზეა დამოკიდებული საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. შეთავაზება გვაქვს შენ ამერიკელ პარტნიორებთან, რომ კონდეს კონკრეტული დღის წესრიგი, სადაც გვეცოდინება თუ რა მიზნები გვაქვს მისაღწევი. წითელი ხაზები ოპოზიციაში. ის რომ წითელი ხაზები არსებობს, არაერთხელ არის ნათქვამი მით უფრო ნაციონალურ მოძრაობასთან. რას ვერ იყოფენ? ის იყო ყველაზე დიდი წითელი ხაზი საერთოდ გახარიასთან რომ რამე ტიპის ერთობა შეიძლებოდა მქონოდა. ანუ 9 წლის განმავლობაში მიშაზე მეტი რომელს უკეთებია კიდე სალომე ზურაბიშვილს. რა პრეტენზიები აქვს სალომე ზურაბიშვილთან და ერთმანეთთან ბარიერ გადალახულებს? ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდე რაღაცას მოიგონებენ. აი ეს არის რეალურად ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან. სტამბულის მერი, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტი გამხდარიყო. დღეს სამოქალაქო გადატრიალება განხორციელდა. თურქების პასუხი იმამოღლუს დაპატიმრებაზე. პოლიტიკოსების მოვალეობა არ არის სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევა. პროტესტის ტალღა დიდ ქალაქებში და რეკორდულ ნიშნულზე გაუფასურებული თურქული ლირა. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. კონკურენტ კურიერ 9 საათზე დღეს 20 მარტია გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. თბილისში ზუსტად 9 საათია და ერევანში უკვე დაიწყო ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა, სადაც სომხეთის ეროვნული გუნდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მასპინძლობს. ორ მატჩში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026-27 წლების სეზონს ბ ლიგაში ითამაშებს. ორი მეზობელი ქვეყნის ეროვნულ გუნდებს ერთმანეთთან სულ 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქედან 3 საქართველო მოიგო. 2 სომხეთმა, 2 თამაში კი ფრედ დასრულდა. ბოლოს ეს გუნდები 2020 წელს შეხვდნენ. დღევანდელ მატჩს რუმინელ საშტა ბრიგადა განჯის, ხოლო ვიდეო რეფერის ოთახში იტალიელები არიან. დღეს ჯვაროსნების კაპიტანი ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიის შტურმის შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილია, კაპიტანი გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია დღეს საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარებიან, თუმცა ორივე მონაწილეობას მიიღებს მეორე თამაში. ვაზგენ სარქსიანი სტადიონზე სულ 14400 ადგილია, თუმცა ქართველი გულშემატკივარი მაინც მრავლად არის წარმოდგენილი ერევანში. ბელიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორ მატჩიან პლეი-ოფში 3 დღეში 23 მარტს უკვე საქართველო უმასპინძლებს სომხეთის ეროვნულ ნაკრებს. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება, რომელიც 55000 ადამიანს იტევს. ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე კი საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები დღეს მსვლელობით მივიდნენ. ერთობლივად ელოდება მატჩის შედეგებს გულშემატკივართა ნაწილი თბილისშიც რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დიდი ეკრანია დამონტაჟებული. ლუკა ჩანგელია მოგუყვება რა ხდება თბილისის ცენტრში ახლა და რა მოლოდინი აქვს კომაგებს. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების არაერთი გულშემატკივარი მოვიდა და აქ საკმაოდ ამაღლებული განწყობა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ხასიათი, რასაც ჩვენ დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში ვხედავთ, არის ანარეკლი იმ კადრებისა, რასაც მთელი დღის განმავლობაში სომხეთიდან ვიღებდით. გულისხმობ იმ დაუსრულებელ მსვლელობებს, რომლებსაც ქართველი კომაგები მართავდნენ და როგორც ერევანში სტადიონზე მყოფი ქართველები, ასევე თბილისში დიდ ეკრანთან მყოფი კომაგები ფიქრობენ, რომ დღევანდელი თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდება. ახლა ეკრანზე პირველი წუთები გადის თამაშის, პირდაპირ ტრანსლაციას უყურებენ საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები და ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი მატჩით და მასში გამარჯვებით ქართველები კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ, რომ მათი შესაძლებლობები უსასრულოა. მოლოდინები გვაქვს ძალიან დიდი, იმის მიუხედავად, რომ ესეთი ამინდია, მაინც გარეთ გამოვედით, აქ ვყევართ და გულშემატკივრობთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გაგვიმართება იმედები. საქართველოს ნაკრები არის და ნებისმიერ ამინდში, ნებისმიერ დროს დაუჭერს ხარჯს ჩვენ ქვეყანას. მხოლოდ გამარჯვებას ველოდები საქართველოს ნაკრებისგან, რადგან ჩვენ ფავორიტები ვართ ამ მატჩში და ჩემი აზრით ჩემპიონის მეხბურთის ლიგა იმარჯვებს. წემის მიუხედავად ძალიან კაი ემოციებით ვართ, ჩემი აზრით მოვიგებთ აუცილებლად, თან კაი შემადგენლობაც არის ასე თუ ისე და იმედი მაქვს მოვიგებთ. რესპუბლიკის მოედანზე მყოფი გულშემატკივრები, მათ შორის ჩვენც, რა თქმა უნდა, ველოდებით მატჩის განვითარებას და ბუნებრივია საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას. მადლობა, ლუკა ჩანგელია საუბრობდა რესპუბლიკის მოედნიდან, სადაც გულშემატკივრთა ნაწილი ერთად უყურებს მატჩს, რომელიც ამ წუთებში ერევანში მიმდინარეობს.
საქართველოს სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩში ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან. მანამდე ირაკლი კობახიძე, ნიკოლ ფაშინიან შეხვდა, სადაც ორი ქვეყნის პარტნიორობაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას. მოგვიანებით კი კობახიძემ შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჩვენი ურთიერთობების მტკიცე და პოზიტიური დინამიკა, რომელიც სპორტული და კულტურული კავშირებით კიდევ უფრო მყარდება ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ისტორიული კავშირების დასტური აცხადებს საქართველოს პრემიერი. ზურგის შექცევა ქართველი ფეხბურთელებისთვის პირდაპირ იგაგებით. კამპანია, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არც ერთ ოპოზიციურ ძალას და აქტივისტებს არ უკადრიათ. ნაკრებს, რომელმაც ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა ქვეყანას და ევროპის ჩემპიონატზე თამაშით მთელი მსოფლიო აალაპარაკა, დღეს დესტრუქციას უწყობენ ის ადამიანები, რომლებიც სპორტსმენებისგან მათთვის სასურველ პოლიტიკურ აქტივობას და განცხადებებს ითხოვენ. რეალურად კი ყველა ის აქტივისტი, რომელმაც ნაკრების ბულინგის კამპანია დაიწყეს, საკუთარ საპროტესტო მოძრაობას უფრო აზიანებს, ვიდრე ქართველ ფეხბურთელებს. ხან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ხან საკუთარი ქვეყნის სანქცირების მოთხოვნა, კულუარული მუშაობა უიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, საქართველოს სახელით კონკურსებში გასული მომღერლების კრიტიკა და ახლა უკვე ქართველი ფეხბურთელები. სოციალურ ქსელებში დაწყებული კამპანიის მონაწილეებს გონიათ, რომ მათი პროტესტის გამო დღეს ეროვნულ ნაკრებს ნაკლები გულშემატკივარი ყავს ვიდრე გასულ წელს. რეალურად კი სიძულვილის ეს კამპანია უფრო მეტ ადამიანს აღიზიანებს. თამაშის მიმდინარეობისას მონიტორის ზურგის შექცევის იდეამ პროტესტი გამოიწვია, ვეტერან ფეხბურთელებშიც ხელისუფლება კი მსგავს მოწოდებებს ლიბერალური ფაშიზმის მაგალითს უწოდებს. დღესაც ხვალას უნდა დაუდგეთ ქართულ ფეხბურთს და უნდა გამოვრიცხოდეს რაღაც პოლიტიკური მხრით ფეხბურთის შეფასება. ვეტერან ფეხბურთელებს ეროვნული ნაკრების მოქმედი წევრების გამხნევება ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის გამო მოუწიათ. Facebook მომხმარებლების ნაწილმა, ვინც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილეა, დაწერა, რომ ეროვნულ ნაკრებს არ უგულშემატკივრებენ, რადგან ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ფეხბურთელების რეაქციით უკმაყოფილოები არიან. პროტესტის ერთ-ერთ ფორმატ მოქალაქეების ნაწილი თამაშის მიმდინარეობის დროს ზურგის შექცევასაც განიხილავდა. ვეტერანი ფეხბურთელების საზოგადოებას ზოგადად და მით უმეტეს მნიშვნელოვანი მატჩის წინ პოლიტიკური ნიშნით თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. ფეხბურთზე ყველა ნეგატიური განცხადება, ყველაფერი მოქმედებს. ამ ბიჭებს თავიანთი საქმე აქვს, თავიანთ საქმეს აკეთებენ. ეს ნაკრები არ არის რომელიღაცა, ვიღაცა, ეს არის საქართველოს ნაკრები, რომელიც ყველა ვალდებული ვარ და ყველა ვინც გულშემატკივარია ჩვენი სამშობლოსი, უნდა უკომაგოს საქართველოს. ბიჭებს უნდა ვაცალო თამაში და ზედმეტი დატვირთვა არ ჭირდება. ყველაფერზე მაღლა უნდა ვიდგეთ. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, რომ ქვეყნის სახელით ასპარეზობს, ეს კრიტიკის ავტორებს კომაგების ნაწილმა კიდევ ერთხელ შეახსენა. გულშემატკივრები თბილისსა და ერევანში ამბობენ, რომ ფეხბურთელების ბულინგს მათ წარმატებაზე დადებითი გავლენა ვერ ექნება. ნაკრები არ არის რომელიმე ერთი ფეხბურთელის, ნაკრები არის ქვეყნის. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას უქომაგოთ. უგულშემატკივრობთ ბიჭებს, ერთმანეთის დაჭმა და ბულინგი, რაც ბიჭების მიმართ არის, არაფერს კარგს არ მოიტანს. ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ნაწილს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში დაწყებულ მორიგ კამპანიას. რადგან მსოფლიოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ბოლომდე გააშიშვლა ადგილობრივი აგენტურა, იგივე ფსევდოლიბერალი ფაშისტები ახლა სხვა თემებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას და მორალურ რეაბილიტაციას. თუმცა ასეთი ფართხალის დროს ბოღმის ჭაობში უფრო ეფლობიან და საკუთარ სახეს უკეთ აჩვენებენ საზოგადოებას. რამდენიმე დღის წინ უნიჭიერეს, ულამაზეს და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ მარიამ შენგელიას გაუგონარი ბულინგის კამპანია დაუორგანიზეს. ახლა კი არც მეტი და არც ნაკლები საქართველოს ეროვნული ნაკრების, საქართველოს ახალი საფეხბურთო ისტორიის დამწერი, ჩვენი საამაყო ფეხბურთელი ბიჭების ბულინგის მცდელობაზე გადავიდნენ. უსამშობლობის ასეთი აშკარა გამოვლინება მსოფლიოშიც კი იშვიათია, არათუ ჩვენს ქვეყანაში. უდიდესი მხარდაჭერა და წარმატება საქართველოს ნებისმიერ წარმომადგენელს ყველგან და ყოველთვის ქართულ ეროვნულ საქმეში და რა თქმა უნდა გამარჯვება ჩვენს ბიჭებს დღესაც უნდა მოვიგოთ. Facebook-ში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას ოპოზიციის ნაწილი გაემიჩნა. თავის შეიკავეს კრიტიკისგან და თქვეს, რომ სპორტსმენებისგან განსაკუთრებულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ითხოვენ. ისინი თავის საქმეს აკეთებენ. მინდა რომ საუკეთესო შედეგი დადონ და ახლა ამის მიღმა რაც მე პოლიტიკურ შეფასებებს ფეხბურთელებს არ ვაკეთებ. რა უნდა მოვთხოვო ფეხბურთელს, ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და ვაკეთებთ ეროვნულ საქმეს. თუ ამაში ვინმე დაგვიდგება გვერდში მადლობა, თუ არ დაგვიდგება და მისი პირადი საქმეა.
სახელისუფლებო პარტიისთვის სამწუხაროა ის დამოკიდებულება, რომელსაც აქტივისტების ნაწილი ფეხბურთელების მიმართ ავლენს. წარმატება სპორტის იქნება თუ სხვა სფეროში, ეს არის გამოვლინება პოზიტიური ტენდენციებისა, რომელიც რასაკვირველია უკავშირდება მთავრობის საქმიანობას. იმიტომ არიან გიჟებად გადაქცეული. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საკუთარ ნაკრებს, ეროვნულ ნაკრებს არ უგულშემატკივრებს. ეს არის ზუსტად ნაცობა. გაჩუმდნენ და ბოლოს და ბოლოს ერთი მარტო იმისიდან გამომდინარე, რომ საბოლოო ჯამში ნუ გადაიშლიან და ნუ გადაიხაზებიან იმ თავიანთ ამორჩეულებშიც. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრების დაბულინგების მცდელობა წარსულშიც იყო. მაშინ მათი მოწინააღმდეგეებისთვის მიუღებელი ფონდი ქართუს ჯილდო აღმოჩნდა. ფულადი წახალისება ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედ ფინალში გასვლისთვის გადაეცათ. რა არის საქართველოს მთავარი საგარეო პრიორიტეტი ურთიერთობის აღდგენა შეერთებულ შტატებთან? თბილისი მედი აქვს, რომ საქართველო და ამერიკა ყველაფერს თავიდან დაიწყებენ გადატვირთვა სუფთა ფურცლიდან ქართული ოცნებამსა და ახალ ადმინისტრაციასთან ყოფილის მიერ გაფუჭებული ურთიერთობები გამოასწოროს და როგორც მინიმუმ ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს. ირაკლი კობახიძემ ამაზე გუშინ ვრცლად ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონთან პოლიტიკური ურთიერთობების გადატვირთვა მალე იქნება შესაძლებელი. ქართული ოცნება თვლის, რომ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ოპტიმიზმის საფუძველი გააჩნია, თუმცა ეს ფრთხილი ოპტიმიზმია და ყველაფერი დამოკიდებულია ინტერესების თანხმედრასა და deep state-ის დამარცხებაზე. სანდო პარტნიორები 10 წლეულობის მანძილზე, რომელთა ურთიერთობა ცალხრივი ინტერესის გამო გაფუჭდა. საქართველოს მხოლოდ ერთ სიტყვას ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც დაფუძნებული იქნება ორმხრივ ინტერესებზე. თბილისს უკვე შერჩეული ყავს ელჩიც და ახლა ვაშინგტონი და ელოდება შემხვედრ ნაბიჯებს. რა შეცვლის საქართველოსთან ურთიერთობაში ტრამპის მეორედ მოსვლა ხელისუფლებაში და რა მოლოდინი აქვს თბილისის თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში? ლელა ჯავახიშვილი ისაუბრებს. ხელისუფლების მოლოდინია, რომ ტრამპის მეორედ მოსვლის პირობებში მეორედ გაფორმდება სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ანუ აღდგება თანამშრომლობა, რომელიც კონკრეტული მიზეზების გამო დაზიანდა. მმართველი გუნდი ახალ ადმინისტრაციასთან ღირებულებით თანხმედრაზე საუბრობს, თუმცა საუბრობს მთავარ ბარიერზეც, გლობალური ძალების ინტერესებზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გასული რამდენიმე წლის გათვალისწინებით საქართველოს ამ პროცესში საკუთარი გზავნილი ექნება და რომ ურთიერთობის გადატვირთვა ნებისმიერ შემთხვევაში ორმხრივ ინტერესებზე უნდა იყოს დაფუძნებული. ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით. გავწეროთ ერთად კონკრეტული ამოცანები. კონკრეტული ამოცანები, როგორც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს, რაც ამერიკის ელჩისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე უკვე გამოითქვა. მთავარია შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას. ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ტრამპის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხმედრა არსებობს და პარტნიორობის აღდგენა არსებითად deep state-ის დამარცხებაზეა დამოკიდებული. პრემიერის განმარტებით, წინა ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გამოცდილებით საქართველოს საკუთარი გზავნილები აქვს. პარტნიორობის თვისებრივად განახლებისთვის მთავარი სამართლიანობის პრინციპი იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები არის სახელმწიფო, არის სუპერსახელმწიფო, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და რა თქმა უნდა ის ურთიერთობებს ნებისმიერ ქვეყანასთან უყურებს საკუთარი ინტერესების პრიზმიდან. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და რა თქმა უნდა ჩვენ ანგარიში უნდა გაუწიოთ, ჩვენც გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი ინტერესები. მით უმეტეს იმ ფონზე, რაც გამოვიარეთ ჩვენ გასული 3 წლის განმავლობაში. ბევრი ნიუანსია რა თქმა უნდა, რაც იქნება მნიშვნელოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ თავარი არის, რომ არსებითად შევთანხმდეთ ჩვენ ორმხრივ სურვილს. თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება, რომ იყოს ჯანსაღი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, იმისგან განსხვავებული დამოკიდებულება, რაც ხედავდით ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ურთიერთობები აღდგება. ჩვენ გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი, იქიდან გამომდინარე, რომ deep state ჯერ კიდევ არის ადგილზე. არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქალბატონ ელჩს შორის. ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ არსებითად და თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები.
ხელისუფლების ოპონენტები პოზიტიური მოლოდინის ნაცვლად ამტკიცებენ, რომ ურთიერთობის გადატვირთვის ინტერესი ცალმხრივია და რომ შტატების გზავნილი ახალი არჩევნები იქნება. თუმცა პრემიერ-მინისტრმა სწორედ ოპონენტების საპასუხოდ განმარტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ეს საკითხი არც კი განხილულა. ბარიერგადალახულები ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას მხოლოდ კოალიციური მთავრობის პირობებში ხედავენ. გადატვირთვის სურვილი არის ცალმხრივი, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აშშ-ის გზავნილი, მათ შორის საჯარო გზავნილი, მე ვფიქრობ არის ყველასათვის ცხადი. თუ ქართულ ოცნებას სურს, რომ გადატვირთოს ურთიერთობები, მან უნდა შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკის კურსი, რაც თავისთავად მოიცავს, თავის თავში მოიცავს ახალ არჩევნებს. ახალი ურთიერთობების სისტემური გადატვირთვა დასავლურ სამყაროსთან შესაძლებელია მხოლოდ ლეგიტიმური ხელისუფლებით, რომელიც იქნება კოალიციური და პროდასავლური. ოპონენტებს მართველი გუნდიდან ურჩევენ, რეალობას თვალი გაუსწორონ და სახელმწიფოებრივი მიდგომა გამოავლინონ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ დაზიანებული ურთიერთობები წინა ადმინისტრაციისგან დატოვებული მძიმე მემკვიდრეობაა. თუმცა ტრამპის პოლიტიკა ამერიკას საქართველოს პარტნიორობის აღდგენისთვის ოპტიმისტურ საფუძველს ქმნის. ჩვენ გვაქვს მყარი, ასე ვთქვათ, მოლოდინი იმისა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა არა მარტო ზოგადად დაუბრუნდება სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს, არამედ ეს ჩარჩო იქნება კონკრეტული დღის წესრიგით გამდიდრებული. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არიან ის ძალები, რომლებიც ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის გარშემო არიან გაერთიანებული და რომელთა მათ შორის დაფინანსება ხდება, მაგრამ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქნება აღქმული ყველა მხრიდან. პრობლემა მქონდა არა ამერიკის სახელმწიფოსთან, არამედ კონკრეტულ ადმინისტრაციასთან და რადგან ჩვენ ძალიან ბევრი თანხმედრა გვაქვს, მათ შორის პირველ რიგში იდეოლოგიური თანხმედრა, პირველ რიგში ეს უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომის მარე დასრულებას და მშვიდობის საკითხებს რეგიონშიც, მთელ მსოფლიოშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახლოს კვირებში, თვეებში მოხდება რეალური გადატვირთვა ჩვენი პოლიტიკის. მზაობა არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის კანდიდატურაც უკვე შერჩეულია. ხელისუფლება ახალი ადმინისტრაციისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. ორიდან ერთი ის, ვინც დონალდ ტრამპმა აკრძალა ან USAID იყო, ან ნედი. ირაკლი კობახიძე კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ამ ორი გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მოსთხოვა მას დახურულ კარს მიღმა მეორე ფრონტის გახსნაც, სანქციებზე მიერთებას და უკრაინაში მებრძოლების გაგზავნაც. სწორედ ამ პირის მითითებებს უნდა დამორჩილებულიყო საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირველად არაცხადებს, რომ დირექტივა თბილისმა იმაზეც კი მიიღო, როგორ უნდა გაეგრძელებინათ ოკუპაციის შემდეგ პარტიზანული ომი ტყეში გახიზნულ ქართველებს. ქართული ოცნება აცხადებს, რომ ბრძოლაში გადარჩენილების ქაქუცა ჩოლოყაშვილობას Deep State ითხოვდა 3.700.000 ხართ ყველას ვერ დაგხოცავენ. ხელისუფლებას საუბრებიდან კონკრეტული ციტატებიც მოყავს და აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა სწორედ ომში ჩართვა იყო. უარის მიღების შემდეგ კი დაიწყო ურთიერთობების გაფუჭება კოლექტიური დასავლეთსა და საქართველოს შორის. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კულუარული საუბრების ორ კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს, თუმცა გვარებს არ ამჟღავნებს. ჩვენ პირდაპირ გამოვედით და საზოგადოებას უთხარით ის მოცემულობა თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოსთან მიმართებით და როგორ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას ქვეყანაში. მეორე ფრონტის გახსნა და საერთაშორისო ფონდების ჩართულობა საქართველოზე ზეწოლის მიზნით. სახელმწიფო გუნდში დღეს ეგრეთ წოდებული Deep State-ის მხრიდან განხორციელებული შანტაჟის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა საქართველოს მთავრობას საომარი მოქმედებების დაწყებას, იმ ამერიკული ფონდის დირექტორი თხოვდა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა. ამის შესახებ პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას მმართველ გუნდში მოქალაქეებისთვის ნათქვამ სიმართლეს უწოდებენ. ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ შანტაჟის მიუხედავად ქვეყანა ნგრევას და ეკონომიკურ კოლაფსს აარიდა. ჩვენ უბრალოდ დავდექით იქ, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო აუცილებელი და ჭირდებოდა ამ ქვეყნის მომავალს, დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესი და ვფიქრობ, რომ დღეს საქართველო გამარჯვებულია იმ გადმოსახედიდან თუ რა ხდებოდა, რა გამოვიარეთ. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იყო ძალიან დიდი ზეწოლა, შანტაჟი, მუქარები, რომელიც დღესაც გრძელდება, მაგრამ ჩვენთვის ხომ მთავარი ამოსავალი არის ჩვენი ქვეყანა, ამ ქვეყნის ინტერესი. 2022 წლის თებერვლის მოვლენებზე ვრცლად პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი
იუსყებლის ეთერში ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, როგორ ითხოვდა ხელისუფლებისგან რუსეთთან თუნდაც პარტიზანულ ომს ტრამპის მიერ დახურული ერთ-ერთი ფონდის ხელმძღვანელი. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო ინტერესების დათმობაზე უარმა ხელისუფლებაზე ზეწოლა და ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა გამოიწვია. შეხვედრა შედგა ერთ-ერთ მევესწრებოდი, ერთი იყო თებერვლის დასაწყისში, მეორე იყო თებერვლის ბოლო რიცხვებში. ომის დაწყების შემდეგ, ანუ პირველი იყო ომის დაწყებამდე, თებერვლის პირველ ნახევარში და მეორე იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. როცა ომი დაიწყება, ველი თქვენგან ქმედებებს ამაზე იყო საუბარი და დაკონკრეტებულიც იყო ეს ქმედებები. ჩვენმა საპატიო თავმჯდომარემ გაიხსენა მათ შორის ერთ-ერთი შეხვედრის, ასე ვთქვათ, კონკრეტული შინაარსი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ოკუპაციის შემდეგაც უნდა გაგვეგრძელებინა ბრძოლა 3,700,000 ხართ, ყოველას ვერ დაგხოცავენ, უნდა გახვიდეთ ტყეებში და დაიწყოთ პარტიზანული ომი. ამ დონეზე იყო საუბარი, სრული კონკრეტიკა იყო, ანუ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მეორე ფრონტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებები არ სჯერათ ოპოზიციაში. პოლიტიკოსების აზრით დახურულ კარს მიღმა მსგავსი შინაარსის მოთხოვნების დაყენება გამორიცხულია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ფონდები, რომელთა საქმიანობასაც ახლა შტატების ხელისუფლება სწავლობს, მხოლოდ კეთილშობილური მიზნებით მოქმედებდნენ. ასეთი საუბრები არც კი ხდება ხოლმე. შეიძლება რომ მოგიწოდონ საერთო პოლიტიკა გაატაროს, შეიძლება მოგიწოდონ რომ გარკვეულ საჯაროდ განცხადებულ პრინციპებს ატარებდნენ პოლიტიკაში, ეს ჩვეულებრივ რამ არის ამ დონის დიალოგში. თვითონ ქართული ოცნება ამბობს, რომ ჩვენი ამ დროს მდგომარეობა შეერაღებული ძალების არის ისეთი, რომ რამდენიმე დღე შეუძლია შეკავების ფუნქციის შესრულება. რაში ჭირდებოდა ამერიკას, რომელიც უკრაინას ძლივს ამარაგებდა, საქართველოში რუსული ტანკის შემოსვლა. ოპონენტების მხრიდან USAID-სა და ნედის პოზიციების დაცვა საპარლამენტო უმრავლესობისთვის კანონზომიერია. კანონმდებლების თქმით, ოპოზიცია წლების განმავლობაში სწორედ ამ ფონდებიდან წამოსული თანხებით ფინანსდებოდა. ჩვენ დავინახეთ, რომ ორი უდიდესი საერთაშორისო მასშტაბის ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც არის USAID და NED, იყვნენ პირდაპირ ჩართულები სწორედ ისეთი დაფინანსებებით, ისეთი, ასე ვთქვათ, აქციების დაფინანსებით, რომელიც სწორედ რეჟიმ ჩეინჯინგის პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული, რომელსაც რა თქმა უნდა არანაირ საერთო არ აქვს არც ამერიკელი ხალხის დახმარებასთან და არც ჩვენი ქვეყნის თუ სხვა ქვეყნის საუკეთესო ინტერესებთან. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ომი 3 წელზე მეტია გრძელდება და მას 100,000-ობით მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დანგრეული და განადგურებულია ათეულობით ქალაქი. და ქვეყანა, რომელსაც რუსეთი უკვე 3 წელია ანადგურებს ტრამპი პუტინის 2 საათიანმა სატელეფონო საუბარმა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე რამდენიმე საათიანი მშვიდობაც კი ვერ დაამყარა. ქვეყნები ბოლო 24 საათია ერთმანეთის სტრატეგიულ ობიექტებს აფეთქებენ და წვავენ. შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტობის სატელეფონო კონტაქტიდან რამდენიმე საათში რუსულმა არმიამ უკრაინული ქალაქები დაბომბა. უკრაინელებმა კი ენგელსის სამხედრო აეროდრომს დაარტყეს, რომელზეც რუსული სტრატეგიული ავიაცია ბაზირებს და სადაც ფრთოსანი რაკეტების დიდი საწყობია. ამის მიუხედავად არც კიევი და არც ვაშინგტონი იმედს არ კარგავენ, რომ ევროპის კონტინენტზე ომი შეჩერდება, თუმცა კითხვა რის ფასად კვლავ პასუხგაუცემელია. ომის დასრულების ერთ-ერთი გზა უკრაინაში ამერიკის სერიოზული ეკონომიკური ინტერესების გაჩენაა. მინერალების შემდეგ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ახალი ინიციატივა ტრამპმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში გააჟღერა, უკრაინის პრეზიდენტმა კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იდეები საჯარო გახადა. საუბარია სადგურის ამერიკული სახსრების აღდგენაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ვაშინგტონის დაცვის ქვეშ იქნება. საუბარი მიდის სხვა ენერგოობიექტებზეც. ევროპის კონტინენტზე მშვიდობის სამყარებლად მალე კიდევ ერთი მოლაპარაკება გაიმართება საუდის არაბეთში. ამჯერად ერთ-ერთი მთავარი საკითხი შავი ზღვის აკვატორიაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა იქნება. Sorry, Emmanuel. I have just conversation with the journalist. Can I be back in? ტრამპის შემდეგ ემანუელ მაკრონი, ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა დაურეკა. თუმცა მეგობარ მაკრონთან კომუნიკაცია გადადო და ჟურნალისტებთან ტრამპის საუბრის დეტალების განხილვა განაგრძო. ზელენსკის ინფორმაციით 30 დღით ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას პუტინის მსგავსად ისიც დათანხმდა. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ დროებითი ზავის შემთხვევაში ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება.
Мы проговорили ჩვენ ამერიკული მხარისგან სიგნალები მივიღეთ, რომ დიდი ალბათობით საქმე ეხება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტას, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები არ განხორციელდება. ასევე საუბარია სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც. უთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ძალიან ფართო ცნებაა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოვამზადოთ იმ ობიექტების სია, რომლებსაც პრიორიტეტულად მივიჩნევთ და რასაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურად ვთვლით. ეს შეიძლება მოიცავდეს მაგალითად რკინიგზას, ვსაუბრობთ პორტზეც. არ ვიცი, რას დაადასტურებენ ჩვენი პარტნიორები, თუმცა მოვემზადებით შეხვედრებისთვის საუდის არაბეთში. ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება. პრეზიდენტი ტრამპი ხვდება, რომ იურიდიულად ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ ტერიტორიას რუსეთის საკუთრებად. ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების 1 საათიანი სატელეფონო საუბრის დეტალები თეთრი სახლის პრესმდივანმა გაახმოვანა. კეროლაინ ლევიტის თქმით, ვაშინგტონი კიევს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამერიკისთვის გადაცემას სთავაზობს. დონალდ ტრამპი დამატებითი რაოდენობის საზენიტო სარაკეტო კომპლექს პატრიოტის მიწოდებასაც დათანხმდა. ორივე ლიდერი ასევე შეთანხმდა ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგოობიექტებზე. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განიხილა უკრაინის ელექტრომომარაგება და ატომური ელექტროსადგურები. მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია დაეხმაროს ამ სადგურების მუშაობას ელექტროენერგიისა და კომუნალური მომსახურების მხრივ. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამ სადგურების ფლობა იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის. უკრაინის დახმარებას ისევ ცდილობს ევროპა. გაიმართა მორიგი საბჭოს ხდომაც, რომელზეც ნორვეგიაში მიმავალი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეო ზარით ჩაერთო. ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება ასაჭირო. აბსოლუტურად აშკარაა, რომ უკრაინას ჭირდება სამხედრო დახმარება და ისინი მზად არიან უზრუნველყო ნიგი, მაგრამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ჩვენი ლიდერობა არ არის დამოკიდებული ჩვენს რიტორიკაზე, ჩვენი ლიდერობა დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებებზე. სანამ მსოფლიო ომის დასრულების გზებს განიხილავს ამერიკასთან დადებული პირობის მიუხედავად ღამით ცეცხლი ორივე მხარემ გახსნა. საოკუპაციო ძალებმა უკრაინული ქალაქები დაბომბეს, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. მოსკოვს უპასუხა კიევმაც. უკრაინამ ენგელსის სამხედრო აეროდრომს დაარტყა. შედეგად რუსეთში სტრატეგიული ბომბდამშენების ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის გამო გადამწვარია ფრთოსანი ბალისტიკური რაკეტების საწყობიც, რომელიც აეროდრომის მიმდებარედ იყო განთავსებული. რეჯეპ ტაიп ერდოღანის ახალი სამიზნე სტამბულის მერი, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტი გამხდარიყო მეორე დღეა ციხეშია. მეორე დღეა თურქეთის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. განსაკუთრებით აქტიურობენ დიდი ქალაქები, სადაც მმართველ პარტიას ნაკლები მხარდამჭერი ყავს. ქვავების რევოლუცია ასეც უწოდეს დემონსტრაციებს სტამბულსა და ანკარაში, რადგან აქციის მონაწილეები საკუთარ პროტესტ ჭურჭელზე, კოვზებისა და სხვა მძიმე საგნების დარტყმით გამოხატავენ. იმამოღლუს დაკავებამ, რომელიც ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, თურქული ლირის ყველა დაბალ ნიშნულზე გაუფასურებაც გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში 4 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები აკრძალულია, 10,000-ობით ადამიანი ქუჩაში მაინც გამოვიდა. ხალხის დასაშლელად სპეცრაზმა წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლის მანქანები, ხელკეტები და ცრემლსადენი აირის ხუმბარები გამოიყენა. ადგილი ჰქონდა რამდენიმე შეტაკებასაც. სახალხო რესპუბლიკური პარტია, რომელიც იმამოღლუს საპრეზიდენტო კანდიდატად დაყენებას აპირებდა, აცხადებს, რომ სტამბოლის მერის დაპატიმრებით თავისუფლება თურქ ხალხს წაართვეს. ერდოღანის იუსტიციის მინისტრი კი ირწმუნება, რომ ექრემ იმამოღლუ ქალაქის მერია კორუფციის ბუდედ აქცია. ეს კადრები სტამბოლშია გადაღებული. ქალაქში დემონსტრაციების აკრძალვის მიუხედავად 10,000-ობით ადამიანმა ღამე ცენტრალურ მოედანზე გაატარა. თურქეთის ქალაქებსა და დასახლებებში დაწყებული პროტესტის მიზეზი სტამბოლის ოპოზიციონერი მერის დაკავება გახდა. სახელმწიფო ბრალდებამ ეკრემ იმამოღლუ სავარაუდო კორუფციის და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობის საქმეზე დაკითხვაზე გადაიყვანა. რეჯეპ ტაიп ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა იზოლატორიდან მოწოდება გაავრცელა. მიმართავ თურქეთის უზენაესი სასამართლოს 1000-ობით პროკურორს და მოსამართლეს, ვისაც უყვარს საკუთარი ერი და სამართლიანად მსახურობს. თქვენ რამდენიმე კოლეგას წინ უნდა აღუდგეთ და ზომები მიიღოთ. მათ წინააღმდეგ, ვინც გაანადგურა თურქეთის სასამართლო სისტემა. იმამოღლუსთან ერთად უკვე დააკავეს 106 ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტები და ბიზნესმენები, ასევე სტამბოლის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. გენერალური პროკურატურა მათ წინააღმდეგ გამოძიებას 3 მიმართულებით: კორუფციის, დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე აწარმოებს. თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დაკავებების სერია პოლიტიკურ დევნას არ წარმოადგენს.
Yargının başlattığı soruşturma ve ჩვენი სასამართლო ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიებებისა და საქმეების ჩვენი პრეზიდენტისთვის რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის დაკავშირება ყველა გაგებით უსამართლობაა და ყველა ზღვარს სდება. yargısıyla ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებზე წვდომა შეზღუდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარკვეული შინაარსის პოსტების გამო 37 ადამიანი დააკავა. უწყება ირწმუნება, რომ მოხდა 261 მომხმარებლის იდენტიფიცირება, ვინც ხალხს აპირისპირებდა და შუღლს აღვივებდა. გვერდების ნაწილი კი უცხოეთიდან იმართებოდა. დაკავებების შემდეგ ზოგიერთი სოციალური მედიის ანგარიშიდან განხორციელდა პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია ხალხის დაპირისპირებისა და შუღლის გაღვივებისკენ, რაც ახალისებს დანაშაულის ჩადენას. კანონის მიხედვით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დანაშაულთან ბრძოლის მიზნით ინტერნეტ სივრცეში 24/7-ის პრინციპით ხორციელდება ვირტუალური პატრულირება. სტამბოლის მერის პოლიტიკურმა პარტიამ თანამებრძოლს მხარდაჭერა ანკარადან გამოუცხადა. მეჯლისის სხდომა დღეს ჩხუბით გაიხსნა. ერთმანეთს ფიზიკურად ერდოღანის და იმამოღლუს პარტიების წევრები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციურმა ჯგუფმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში აქციაც მოაწყო და დაკავებასთან ერთად სტამბოლის მერისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დიპლომის ჩამორთმევა გააპროტესტა. დღეს სამოქალაქო გადატრიალება განხორციელდა. სამწუხაროდ ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც თავად არ გააჩნია დიპლომი, ამ ქვეყანაში სხვის დიპლომებს აუქმებს. პოლიტიკოსების მოვალეობა არ არის სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევა. ამ პრინციპის დარღვევით გაკეთებულ ნებისმიერ შეფასებას ლეგიტიმაცია ვერ ექნება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ ეროვნული ვალუტის ლირას გაუფასურება გამოიწვია. ვარდნა 10%-ს აღემატება. თურქეთის ბირჟამ ბოლო 24 საათში მეორედ შეაჩერა ეროვნული ვალუტით ვაჭრობაც. 72 საათის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 5 დაყადაღებული ფონდიდან ერთმა პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლოში დადასტურებულად გაასაჩივრა. 365 პირის ჯარიმაში გადახდილი 853.747 ლარი ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული არ ყოფილა საბოტაჟში და ის მხოლოდ დემონსტრანტების ჯარიმებს იხდიდა. სხვა ფონდები კურიერთან კონტაქტზე არ გამოდიან, მათ პროკურატურა საბოტაჟის გარდა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებასაც ედავება, მათ შორის საუბარია დემონსტრანტების პიროტექნიკით მომარაგებაზე. რასაც ვახორციელებთ, არის ორგანიზაციის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წესდების ფარგლებში და არ არის არაფერი გადაცდომილი წესდება. ადამიანის უფლებათა სახლი ერთ-ერთია 5 დაყადაღებულ ფონდ შორის, რომელიც ფინანსური ტრანზაქციების შესრულებას 1 წლის განმავლობაში ვეღარ შეძლებს. პროკურატურა ნანუკას, ნიკა გილაურის პროსპერიtis, სირცხვილიას და ფონდი ერთმანეთისთვის გადარიცხვებსაც სწავლობს. საუბარია ბოლო 4 თვეში დახარჯულ 2 მილიონ ლარზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით საპროტესტო აქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის, პიროტექნიკის და ადმინისტრაციული ჯარიმების დასაფარად გამოიყო. ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ კანონდარღვევისთვის დაჯარიმებული 365 დემონსტრანტის ადმინისტრაციული სახდელი სრულად დაფარეს, თუმცა ამტკიცებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ. სახლს დაფარული აქვს 843.747 ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. ჯარიმების გადახდას ჩვენს მივიჩნევთ როგორც სოლიდარობის გამოხატულებას. ყველა ის შესაძლო ვარიანტი და გზა, რომლითაც შეიძლებოდა, რომ სამართლებრივად სწორად მიეღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს, აზრს მოკლებულია, არ აქვს არანაირი საფუძველი, ამიტომ მოვითხოვთ ამ უკანონო განჩინების გაუქმებას. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას აღიარებით ჩვენებად მიიჩნევს მომჩივანი. ნეიტრალურ საქართველოში ამბობენ, რომ დაყადაღებული ფონდების წარმომადგენლები რევოლუციურ პროცესებს აფინანსებდნენ და ძალადობას ახალისებდნენ. თავად აღიარებენ, რომ ისინი იხდიდნენ კონკრეტულ სამართალდამღვებთა ჯარიმებს. ეს პირდაპირ ნიშნავს მოწოდებას ახალისებას, რომ რეციდივი მოხდეს და განმეორებით ჩაიდინონ ადამიანებმა დანაშაული. ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ფულს აგროვებდნენ, ფულის აკუმულირება ხდებოდა იმისთვის, რომ შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლს და პროცესების მაიდანიზაციას. ფონდების საქმიანობაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, პროკურატურაში დაწყებული გამოძიების მიზანი პროტესტის შეჩერება და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვაა. პროკურატურას არანაირი შინაარსი არ აქვს განცხადებების თუ არა პოლიტიკური დატვირთვისა. მათ არ მოწონთ, რომ არსებობს რაღაც ჯგუფები, რომლებიც ახერხებენ ფინანსური რესურსების კონსოლიდაციას ადამიანების დახმარებისთვის.
ოცნება ოპონენტებს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს ახსენებს, სადაც წერია, რომ ათასობით ლარი აირწინაღების, პიროტექნიკისა და ბრძოლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად დაიხარჯა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ფონდების სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას მიზანმიმართულად ცდილობდნენ. ამ ადამიანების მიზანი იყო, რომ პოლიტიკურად ჩამოეშალათ სახელმწიფო და არ უნდა ემუშავა კანონს, არ უნდა ემოქმედა კანონიერებას და ფაქტია, რომ ეს ადამიანები აფინანსებდნენ სამართალდარღვევებს. იმას კი არ ამბობდნენ, რომ კანონი უნდა ყოფილიყო დაცული და კანონდარღვევა არ უნდა მოხდარიყო. პირიქით ამ ყველაფერს თვითონვე აფინანსებდნენ. თავარი მიმართულება იყო შთაგონება, დაარღვიეთ, გააკეთეთ რაც გინდათ, დაუპირისპირდით პოლიციას, ჩვენ გადაგიხდით თანხას, მოგამარაგებთ, ჩაჩქარნი იქნება თუ სხვა საშუალება, რითიც შეგიძლიათ ამ საბრძოლო პროცესში შეხვიდეთ. მინიბრძოლაა რასაკვირველი, მაგრამ ჩვენთვის ეს არის უშუალებელი ტრაგედია. ფონდების საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძის თქმით, ორგანიზაციების ტრანზაქციები ახლა პროკურატურამ უნდა შეისწავლოს და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. ფონდებთან დაკავშირებით სწორედ გამოძიება შეუძლია, ამը იყოს დეტალური ინფორმაცია და ძალიან კარგად დაინახავს საზოგადოება იმას თუ სინამდვილეში რაზე იხარჯებოდა კონკრეტული თანხები. ნახავს მიზნობრიობას და ყველა დაინახავს იქ არის თუ არა დანაშაულის ნიშნები. როგორც NGO-ების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ამ ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე. თუ ასეთი ქველმოქმედებით იყვნენ დაგავებული, რა თქმა უნდა, ყველა მის ძირითადად იყვნენ დაგავებული, რატომ არ დადეს გამჭვირვალედ საკუთარი ხარჯები მაინც? აი, არ უნდა შემომწირულების გასაჯაროება, მაგრამ ხარჯები მაინც გამოიქვეყნებინათ. პროკურატურამ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოძიება ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე 8 თებერვალს დაიწყო. ამგზელავი წითელი ხაზები ერთმანეთთან რა ვერ გაიღო ოპოზიციამ. ბარიერ გადალახულებში ისევ დაპირისპირება ყოფილი პრეზიდენტის პარტია ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ. აკრიტიკებენ მეორე ყოფილ პრეზიდენტსაც. ოქროს კვერცხია, რატომ არ დადის ოპოზიციის შეხვედრებზე გიორგი გახარია? რატომ არ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი? რატომ ვერ შეძლო ექს-პრეზიდენტმა ოპოზიციის გაერთიანება? ნაციონალურ მოძრაობას ბევრი პრეტენზია აქვს. ლელო ჯერ შუამავლის როლშია ქართული ოცნებისთვის კი ოპოზიციაში არსებული განხეთქილება იმის მანიშნებელია, რომ ოპონენტების პოლიტიკური მომავალი განწირულია. ჩემთვის იყო ყველაზე დიდი წითელი ხაზი საერთოდ გახარიასთან რამე ტიპის ერთობა შეიძლება მქონოდა. ოპოზიციაში ასრთა სხვადასხვაობაზე და ყოფილი პრემიერის მიმართ ნაციონალური მოძრაობის კითხვებზე ღამის კურიერში ანა წითლიძე მისაუბრა. პარლამენტი არ ლეგიტიმურია და პარლამენტში რა უნდა? არ არის ის არა, რა აგურ არ განცხადება დაწერილი არ აქვს. სახელმწიფო დაფინანსებას იღებს. სალომე ზურაბიშვილმა ის ვერ მოაგვარა, რომ თავისთან შეხვედრაზე სხვა პარტიის თავმჯდომარეები როზიან, გიორგი გახარია როდის გინახავთ. ყოველთვის მისი წარმომადგენელი ზისთო და ხო და რატო რა ფორმა რა მიდგომა ერთს უკეთებია ნაციონალურ მოძრაობაზე მეტი. ანი 9 წლის განმავლობაში მიშაზე მეტი რომელს უკეთებია გინდა სალომე ზურაბიშვილს ამ ქვეყნის განვითარებისთვის. გინდა გიორგი გახარიას პრემიერი რო იყო. და ოპოზიციაში რო არიან მაშინაც, აი რომელს უფრო მეტი უბრძოლია ნაციონალურ მოძრაობაზე. ღამის კურიერში გაკეთებულ განცხადებას და გიორგი გახარიას მისამართით ბრალდებებს ექს-პრემიერის პარტიაში უპასუხეს. გახარიას გუნდი არც აქამდე და არც ამიერიდან არაპირებს სააკაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას. მათთვის წითელი ხაზი სწორედ ნაციონალური მოძრაობაა. ის რომ წითელი ხაზები არსებობს, ეს არაერთხელ არის ნათქვამი მით უფრო ნაციონალურ მოძრაობასთან. ყოველთვის იყო ჩვენი პოზიცია ცნობილი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის მიუხედავად მათ შორის კოორდინაცია ზეპარტიული მიზნისთვის, ქვეყნის ევროპულ მომავლის გზაზე დაბრუნების მიზნისთვის მიმდინარეობდა ყველასთან და თუმცა ეს პრობლემა აქვს საკუთარი ეგოების კუთხით, ან საკუთარი მათ შორის პოლიტიკური წარსულის გამო ქვეყნის ევროპულ მომავალზე თანამშრომლობის უარის კუთხით, ეს ვფიქრობ, რომ მათი პრობლემაა. ოპოზიციის ვერ შემდგარ გაერთიანებაზე პასუხისმგებლობას ნაციონალური მოძრაობა სალომე ზურაბიშვილსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს აკისრებს, რომლებიც თავის მხრივ ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ კოორდინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია მაქსიმალურად დაახლოებული ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრად უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო, როგორც რამდენიმე რიგი აქტორის მხრიდან, ისე სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც მიმაჩნია, რომ მას ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ახლაც, რომ ოპოზიციის კონსოლიდაცია შეუწყოს ხელი, ვიდრე იყენებს. ჩვენ უკვე 5 თვეა გამოვდივართ პროაქტიულად იმ პოზიციით, რომ ლეგიტიმურმა ძალებმა ქალბატონ პრეზიდენტთან თანამშრომლობით უნდა შექმნან საერთო ლეგიტიმური თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც იმსჯელებს ყველა იმ ძირითად გამოწვევაზე,
ტაქტიკურ თუ სტრატეგიულ საკითხებზე, რაც ახლა დგას პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს არ გულისხმობს პარტიების გაერთიანებას ერთი ქოლგის ქვეშ, არ გულისხმობს ერთიან სიას, არამედ გულისხმობს თანამშრომლობას და კოორდინირებას ყველა სწორი შინაარსობრივი მიმართულებით. ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ერთი მიზნის გარშემო უკვე გაერთიანებულია და ეს მიზანი ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობაა. მათი თქმით, თუ ვინ იქნება ამ ერთიანობის სათავეში, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ პარტიების პოლიტიკური მომავალი განწირულია. უკვე აშკარა გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი შექმნილი რაღაც თოჯინა იყო, ტიკინა, მარიონეტი, რომელიც ვიღაცის რაღაცა გაცხელებულ თავში ჩამოყალიბდა როგორც ლიდერი გაერთიანების და ჩაანაცვლა სააკაშვილი. ამაზე მიდის მუშაობა 2022 წლის თებერვლიდან, იმ პერიოდიდან, როდესაც რუსეთმა აგრესია მოახდინა უკრაინის წინააღმდეგ. რომ სალომე უნდა გამხდარიყო ლიდერი ოპოზიციური მოძრაობისა, რაც მან ვერ შეძლო. არა მარტო იმიტომ, რომ თვითონ ამ ოპოზიციას ოპოზიცია აღარ ქვია და ეს რევოლუციური ჯგუფია. პრაქტიკულად სალომეც იგივე გახდა, რაც იყო ნებისმიერი, თქვათ, ლევან ხაბეიშვილი. თუმცა დღეს ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ ერთი დონის, ერთი გაქანების, ერთი მასშტაბის პოლიტიკოსები არიან. ვერ ამაღლდა თავისი ქოლგით, რომელიც უნდა გაეშალა. გაერთიანებული იქნებიან, ცალ-ცალკე დაშლილები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? აი დააკვირდით მათ დამოკიდებულებას. ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდე რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს გადათქვავენ. აი ეს არის რეალურად ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან, რომელთაც ყავთ თავიანთი პატრონი. ისინი არ იფიქროთ რაიმე ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდნენ ან ჩვენ სამშობლოს ან ზრუნავენ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. მათ აქვთ თავიანთი დავალება, აქვთ რა თქმა უნდა იმ ძალებს თავიანთი ინტერესი საქართველოსთან მიმართებით, რომ როცა საჭირო იქნება ეს ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცების ინტერესების გასატარებლად. და ეს არის რეალობა. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ბოლო 5 თვის განმავლობაში მართავს. თუმცა ჯერჯერობით არც პარტიების ერთობა შედგა, ბოლოს კი ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასდროს ყოფილა და ეს გარედან შემოგზავნილი თემაა. ულოცავ ქართულ გულშემატკივარს პირველ ტაიმს ჩვენი ნაკრები დამაჯერებლად 2-0 იგებს, ახლა კი კვლავ დაუბრუნდებით პოლიტიკურ თემებს. ოპოზიციის შანსებს თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 0-ს უტოლებს. ოპოზიციური პარტიები 26 ოქტომბრის შემდეგ ვერც საერთო ფრონტზე და ვერც ერთიან ლიდერზე ვერ ჩამოყალიბდნენ. სახელმწიფო გუნდს კი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს. დაწყებულია საუბრები ქალაქების მერების კანდიდატურებზეც, მათ შორის არის თბილისი. პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოქმედი მერი კახა კალაძე უალტერნატივოა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პოლიცსაბჭოზე იქნება მიღებული. ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ ჩვენ რაიმე არსებითი კონკურენცია გაგვიწიოს. პრემიერ-მინისტრი თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკურ მარცხს უწინასწარ მეტყველებს. ამის თქმის საფუძველს კი საპარლამენტო არჩევნების შედეგები აძლევს. ირაკლი კობახიძე მერობის კანდიდატზეც ისაუბრა, თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკურმა საბჭომ უნდა მიიღოს, თუმცა მისთვის კახა კალაძე უალტერნატივოა. ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში, 64 მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამისთვის გვაქვს ყველანაირი საფუძველი, მათ შორის შეგიძლიათ გადახედოთ წინა არჩევნების შედეგებს. აბსოლუტურ უმრავლესობაში საერთოდ კონკურენციასაც კი ვერავინ გაგვიწევს. რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მე ვერ გავუსწრებ წინ მოვლენებს, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენი პროცედურები, პოლიტიკური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ თემაზე, თუმცა ჩემი პოზიცია შემიძლია დავაფიქსირო, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის პერსონალური რეიტინგის გათვალისწინებით, გაკეთებული საქმეების გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივა. პრემიერ-მინისტრს მინდა მადლობა გადაუხადო პოზიტიური შეფასებისთვის. იბრძოლებს თუ არა კახა კალაძე ისევ მერობისთვის, ამბობს, რომ გადაწყვეტილებას პოლიცსაბჭოსთან ერთად მიიღებს. თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსები 0-ის ტოლია. ის რაც დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში პროექტების სახით განხორციელდა, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, ეს მთლიანად გუნდის დამსახურება. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, ოპოზიციას არ აქვს მნიშვნელობა, ის იქნება გაერთიანებული, სხვადასხვა პლატფორმებზე დაშლილები, არანაირი შანსი არ აქვს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ხალხის დაკვეთა ახლა ახალი საპარლამენტო არჩევნებია. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ 7 თვით ადრე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი ნაადრევია. ის პარტიები, რომელიც უთანაგრძნობს ხალხს, რომელიც არის პროტესტში,
არანაირ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მე ასე ვიცი. საპარლამენტო არჩევნები არის მთავარი დღის წესრიგი. ოქტომბერში რა მოხდება? რა პროცესები იქნება წინასწარ მარტში, ამაზე მარტშიელობა იქნება. დღეს არ არის რელევანტური ამ თემაზე საუბარი ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან კონცენტრირებული იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა შევასრულოთ და ახალი არჩევნები მივიღოთ. ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელმაც 4 ოქტომბრისთვის მზადება უკვე დაიწყო გირჩია, სადაც იმედს იტოვებენ, რომ კოლეგები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან. ჩვენ 30 წელი არის და იგივეს უყურებს და ეს ხალხი, რომელსაც უკვე დიდი ხანია როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად ვადა გაუვიდა საარჩევნოდ. მე მგონია, რომ დიდად დანაკლისი არ იქნება ქართული ხალხისთვის. ამიტომ გულშემატკივრობ მე, რომ ამ ხალხმა საკუთარი დაპირება ერთხელ მაინც მიიყვანონ ბოლომდე. გირჩი იმედს იტოვებს. მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს მარცხის შიში აქვთ, თუმცა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებენ. რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიან არჩევნებში შემოსვლის რესურსი არ გააჩნიათ. არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ ისინი სისტემის, დემოკრატიული სისტემის გარეთ რჩებიან და დემოკრატიული სისტემა აუცილებლად შეივსება სხვა უფრო ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. რა დაკვეთაც ექნებათ, მათ სავარაუდოდ ისეთ გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ, თუმცა მე ურჩევდი მათ, რომ მოემზადონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რადგან მანამდე 2028 წელი მოხდელობაში, რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნების დანიშნვის თარიღი არ განიხილება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 7 თვე რჩება. მერებსა და საკრებულოების წევრებს 64 მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბერს აირჩევენ. კახაკალაძის შეფასებით ყველა ქვეყანაში, სადაც გლობალური ომის პარტია ვერ ახერხებს საკუთარი ინტერესების გატარებას, თავდასხმები იწყება. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მაგალითია რუმინეთიც. საქართველოში კი ცდილობდნენ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. რუმინეთში პოლიტიკური პროცესების მოულოდნელი განვითარება გასულ წელს დაიწყო. ჯერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე პოპულისტი ოპოზიციონერი კალინ ჯორჯესკუ პირველ ადგილზე გავიდა. დეკემბერში ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა. ამას მოყვა ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები და დაპატიმრება. რუმინეთი არჩევნების შედეგების გაუქმების გამო მწვავედ გააკრიტიკა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმაც. ყველა ქვეყანაში, სადაც ომის პარტია, ეს გლობალური ომის პარტია ვერ ატარებს თავის ინტერესს, მაშინვე ხდება თავდასხმები, შეურაცხყოფები. რუმინეთი არის საუკეთესო მაგალითი. პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნები გააუქმეს. სასამართლოს მიაღებინეს გადაწყვეტილება და საერთოდ გააუქმეს არჩევნების შედეგები. სასამართლოს მიაღებინეს გადაწყვეტილება და ოპოზიციის კანდიდატი საერთოდ მოხსნეს არ მისცეს შესაძლებლობა არჩევნებში მიღებისთვის. და მთავარ მიზეზად რა დაასახელეს, რომ ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე მან უფრო მეტი თანხა დახარჯა ვიდრე მეორე. აი წარმოგიდგენიათ რა აბსურდი ხდება ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში. და ამიტომ ხდება ეს შეტევა სასამართლოზე, ამიტომ მიმდინარეობდა ეს ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, ხელისუფლებაზე. შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის მონაწილე საქართველოში სულ უფრო მეტი ინვესტორი გამოთქვამს სურვილს ენერგეტიკის სექტორში ფული ჩადოს. ეკონომიკის სამინისტროში ადგილობრივი და უცხოური ბიზნესის 435 განცხადება დევს. აქედან 133 სიდრო, 251 მზის, 61 კი ქარის ელექტროსადგურის აშენებას სურს, რაც განხორციელების შემთხვევაში ქვეყანას ჯამურად 11000 მეგავატ ელექტროენერგიას მისცემს. განცხადების ნახევრის განხორციელების შემთხვევაშიც კი ქვეყანა რამდენიმე მილიარდი დოლარის მოგებას ნახავს. 2030 წლისთვის კი საქართველოს ენერგო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება. ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურები საქართველოს ელექტროენერგეტიკის მიმართ ინვესტორების ინტერესი იზრდება. საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის მხრიდან ეკონომიკის სამინისტროში შესული განცხადებების რაოდენობა 400-ს აჭარბებს. წარდგენილი წინადადებების მიხედვით ჯამურად 11000 მეგავატზეა საუბარი. უწყებაში განმარტავენ, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ენერგო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება. ფასტაშორის სხვაობის მხარდაჭერის პრინციპი, რომელიც საქართველოს მთავრობამ შესთავაზა ენერგეტიკულ სექტორს მხარდაჭერისთვის, გახლავთ
მიმზიდველი, ეს გამოიხატება იმაში, რომ სამინისტროში შემოსულია 435 წინადადება პირდაპირ მოლაპარაკების გზით, ჩამორდებული სიმძლავრით 11170 მეგავატი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს, რომ 2030 წლისთვის ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ენერგოდამოუკიდებელი, გახლავთ რეალისტური და მიღწევადი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემოსული განაცხადების იდენტიფიცირება, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხილვა. ეკონომიკის სამინისტროში შესული განცხადებებიდან 60-ზე მეტი ქარის, 133 ჰიდრო, ხოლო 241 მზის ელექტროსადგურის პროექტია. ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტორების მზარდ ინტერესზე საუბრობენ ბიზნეს ასოციაციაში. ვფიქრობთ, საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებას, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის კუთხით, მზე, ჰიდრო, ქარი, ჰიდრო მაინც ტრადიციული იყო. ეხლა უკვე ახალი პროექტები მოდის, მზისა და ქარის პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ჩდება პოტენციალი იმისა, რომ ჩვენ უკვე გავხდეთ ნეტო ექსპორტიორი, მით უმეტეს, როდესაც კაბელზე ვსაუბრობ, შავი ზღვის კაბელზე, ეს ნიშნავს, რომ თვითონ სექტორი ხდება საინვესტიციოდ მიმზიდველი. საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსის ასათვისებლად სამუშაოები გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით ამ მიმართულებით ეკონომიკური პოტენციალი დაახლოებით 40 მილიარდი კილოვატ-საათია, საიდანაც ამ დროისთვის 25%-ია ათვისებული. ეკონომიკის სამინისტროში შესული განცხადებების სიმრავლისა და ჯამური სიმძლავრის მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციაშიც. ჰიდროს, ქარის და მზის დაუშვათ, რომ გავასაშუალო თითო მეგავატის ღირებულება, ანუ დადგმულ სიმძლავრეზე, რაც უნდა დაიხარჯოს, დაახლოებით 5 მილიარდ დოლარზე არის აქ საუბარი. დეველოპერებმა ამის ნახევარის რო გააკეთონ და 2 მილიარდ ნახევარ დოლარზე არის საუბარი დაახლოებით 3 მილიარდამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. თვითონ ამ ფინანსური კუთხით რო შევხედოთ, ენერგეტიკული თვალსაზრისით უკვე ამ პროექტების გამომუშავებული ელექტროენერგია უკვე აბსოლუტურად სხვა მასშტაბებზე გადის. ფაქტიურად ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი იქნება ეს. ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტროში ახალი წინადადებების განხილვა და დამუშავება მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 2013-2024 წლებში 64 ჰიდრო, 1 ქარის და 2 თბო ელექტროსადგური აშენდა.